მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ მკურნალი რადიო პალიტრის პირდაპირ ეთერს უბრუნდება. გვისმენთ ალღაზა FM 103.9. გვიყურებთ სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენი Facebook-ის ოფიციალური გვერდიდან. ვაგრძელებთ საუბარს ძალიან საინტერესო თემაზე და როგორც დავაანონსე, გადაცემის მეორე ბლოკში უკვე ვისაუბრებთ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის GM Pharma საფთიაქო გაყიდვების მენეჯერთან, ქალბატონი ჟანა მაღლკელიძეა ჩვენი სტუმარი, რომელიც გაგვაცნობს კონკრეტულ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება კანის ალერგიული თუ სოკოვანი დაავადებების დროს, ასევე გაგვაცნობს მომხმარებლებისთვის საინტერესო შეთავაზებებს, რაც განსაკუთრებით უყვართ ხოლმე და აინტერესებთ, ასე რომ იყავით ყურადღებით გადაცემის ბოლომდე. ჟანა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და მოდით ალერგიით დავიწყებ, ხო, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანია ვიცი რომ დაინტერესებულია ამ საკითხით. თავდაპირველად რას გვეტყვი კანის გარეგანი გამოყენების საშუალებებზე? თამთა მოგესალმები, მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს. გაზაფხულის მოახლოება ყოველთვის ბევრი ადამიანისთვის ასოცირდება ამ ალერგიული დაავადების გამოვლინებებთან, როგორიც არის მაგალითად ალერგიული რინიტი, ალერგიული კონექტივიტი, კანის ალერგიული დაავადებები და ასე შემდეგ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატები სწორად შევარჩიოთ, როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საშუალებები მივიღოთ პერორალურად, რომელსაც არ იქნება გვერდითი ეფექტები. ასეთი ახსენა კიდევაც, რომ ეს არის დეზლორატადინის შემცველი პროდუქტი, რომელიც გახლავთ ტაბლეტირებული ფორმა. ეს არის ახალი თაობის ალერგიის სამკურნალო საშუალება, რომელსაც ფაქტობრივად არ აქვს გვერდითი ეფექტები. განსაკუთრებით აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის, რომ არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს ლორანექსის ტაბლეტი, რაც აი საქმიანი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იწვევს ზილიანობას, არ იწვევს მოდუნებას. ბავშვებში, მაგალითად, სკოლის ასაკის მოსწავლეებში, ასევე სტუდენტებში, ხო, მათ აკადემიურ საქმიანობას ხელს არ უშლის, არ იწვევს სედაციას, ამიტომ ყურადღებისა და კონცენტრაციის დეფიციტი ამ დროს არ აქვს პაციენტს, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ლორანექსი უსაფრთხოების მაღალი პროფილით ხასიათდება, ვინაიდან ტაბლეტი მიიღება 1 წლის ასაკიდან. ეხლა რაც შეეხება შეთავაზებას, რომელიც ჩვენ საფთიაქო ქსელში დავაანონსებ, რომ იქნება აუცილებლად ეს არის 1 მაისიდან, როდესაც ლორანექსი სპეციალური ფასით გაიყიდება საფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე მნიშვნელოვანია ატოპიურ დერმატიტზე ახსენა ქალბატონმა ნინო, რომ ძალიან აქტიურად შეიძლება დაინიშნოს როგორც ქავლის მომხსნელი საშუალება პერორალური ტაბლეტი, ამიტომ ლორანექსი ამ დროს, აი მაგალითად როგორც არის ეგზემა, ფსორიაზი და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანია ამ დროს, ვინაიდან როგორც თქვი, მას უსაფრთხოების მაღალი პროფილი აქვს. მშვენიერია, დარწმუნებული ვარ, რომ გაითვალისწინებს ამას ჩვენი მაყურებელი და მსმენელი და ასევე მინდა გკითხო ფრჩხილის და კანის სოკოს სამკურნალო ადგილობრივი საშუალების შესახებ. ფრჩხილის და კანის სოკოს სამკურნალო საშუალება ძალიან სწორად ახსენეთ და დროული კითხვა არის თამთა, ვინაიდან გაზაფხული მოდის და გაზაფხულიდან უნდა დავიწყოთ მკურნალობა, ვინაიდან თუ გვინდა რომ ლამაზი და მოვლილი ფრჩხილები გქონდეს, ფრჩხილის სოკოს მკურნალობის პროცესი ზოგადად არის ხანგრძლივი პროცესი, ამიტომ ეს ერთ კვირაში და ორ კვირაში არ ლაგდება. ახლა უნდა დავიწყოთ ამაზე ზრუნვა და ერთ-ერთ ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებას წარმოადგენს ადგილობრივი მოქმედების წვეთები. ეს არის როგორც ნინო აღნიშნა, ეს არის ნაფტიფინის შემცველი წვეთები. ჩვენ გვაქვს ასეთი სტიბერილი, რომელიც გახლავთ აბსოლუტურად უსაფრთხო, ვინაიდან ის მოყვება საწვეთური, რომელიც გამოყენება კიდევ უფრო კომფორტულს ხდის სტიბერილის ხსნარის გამოყენებას, ვინაიდან ფრჩხილის ფირფიტაში ღრმად აღწევს და სწრაფად შეიწოვება, ამიტომ ანადგურებს იქვე არსებულ სოკოს გამომწვევს. რაც შეეხება სტიბერილს, მისი გამოყენება, რა თქმა უნდა, დაზიანებულ ადგილზე, დილასაღამოს, გასუფთავებულ ადგილზე დილასაღამოს უნდა გამოვიყენოთ და ვინაიდან ეს არის ხანგრძლივი პროცესი, როგორც თქვით, ახლა ვიწყებთ მკურნალობას, ამიტომ ჩვენი მომხმარებლისთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება, რაც გულისხმობს, რომ ერთი კოლოფი სტიბერილის შეძენის შემთხვევაში მეორე კოლოფს აუცილებლად მომხმარებელი მიიღებს საჩუქრად, ეს არის PSP საფთიაქო ქსელში, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით. და თამთა ერთ პროდუქტზე ვიტყვი,
სიამოვნებით. ეს იყო ძირითადად ალერგიული დერმატიტების გაგრძელება და აუცილებლად უნდა ვთქვა სანიდერმზე, რომ ჩვენს პორტფელში გვაქვს კომბინირებული შემადგენლობის პროდუქტი, რომელიც აიატოპიური დერმატიტების დროს წარმატებულად გამოიყენება როგორც ადგილობრივი საშუალება, ეს გახლავთ მალამო, მას აქვს 3 მთავარ ნივთიერებას შეიცავს, რომელსაც აქვს ქავლის საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ვირუსის საწინააღმდეგო, ბოდიში სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. ქალტონმა ნინომ აღნიშნა, რომ როდესაც შესაძლოა ქავილის შედეგად, რომელიც ახასიათებს ალერგიულ დერმატიტებს, შეიძლება განვითარდეს მეორადი ინფექციებიც, ხო? ამიტომ სანიდერმის შემადგენლობაში ჩვენ გვაქვს ისეთი კომბინირებული შემადგენლობა, რომ შეიცავს გენტამიცინს და კლოტრიმაზოლს, სადაც დაცული ვართ ყოველგვარი მეორადი დართულებისაგან. ასევე რეკომენდაციების სახით ვიტყვი, რომ სანიდერმი არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე, არ გამოიყენება ასევე ლორწოვანზე და საფენქვეშა დერმატიტზე უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ სანიდერმი გახლავთ სამკურნალო საშუალება და არა პროფილაქტიკური ღონისძიება. როდესაც განვითარებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. ეს არ შეიძლება როგორც პროფილაქტიკური საშუალება ისე გამოიყენოს პაციენტებმა, ვინაიდან ხშირად ყოფილა ხოლმე შემთხვევები, როდესაც წაუსვავდა არ განვითარდება. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამიტომ, როდესაც განვითარებულია, მხოლოდ ამ შემთხვევაში, როგორც სამკურნალო საშუალება, ასე გამოვიყენოთ. 3-4 დღე შეიძლება გამოიყენოს პაციენტმა 1-2 კვირის განმავლობაში, რა თქმა უნდა, დილას აღამოს დაზიანებულ ადგილზე თხელფენად. რაც შეეხება სანიდერმის შეთავაზებას, ჩვენ ეხლა გვაქვს სპეციალური ფასად სანიდერმი PSP აპტეკო ქსელში, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით და მთელი სეზონის განმავლობაში სამივე პროდუქტზე, რაც ჩამოვთვალეთ, ყოველდღიურად სტიბერილის შემთხვევაში 1+1 შეთავაზება, ხოლო სანიდერმის და ლორანექსის შემთხვევაში გვაქვს სპეციალური ფასი ყოველდღე, დახვდება ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით PSP აპტეკო ქსელში. უღრმესი მადლობა ჟანა ესეთი საინტერესო და დეტალური ინფორმაციისთვის, რაც თავარია რომ გავაჟღერეთ აი ამ აქციების შესახებაც, რაც განსაკუთრებით აინტერესებს ხოლმე ჩვენს მაყურებელს PSP აპტეკო ქსელში ისარგებლებთ აღნიშნული შეთავაზებებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ესეთი საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ რომ დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ გაზაფხულთან დაკავშირებულ კანის პრობლემებზე, ალერგიასა და სოკოვან ინფექციებზე. მოვისმინეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია როგორც მათი გამომწვევი მიზეზების, ასევე მკურნალობისა და თავიდან აცილების გზების შესახებ და აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ პრევენცია და დაავადების სიმპტომებზე დროული რეაგირება არის ჯანმრთელობის მთავარი პირობა. მადლობა ჩვენ სტუმრებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ექიმი დერმატოლოგი ნინო სანოძე და GM Pharma სააფთიაქო მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე საუბრობდნენ ჩვენს გადაცემაში. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს რჩევები და რეკომენდაციები, რაც ჩვენი სტუმრებისგან მივიღეთ, აუცილებლად გამოგადგებათ. მადლობა თქვენ, რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, მომდევნო 4 შაბათს შევხვდებით რადიო პალიტრის ეთერში. გადაცემა